მიღწევია მაღლობელის თვალთან დაკავშირებული პროცესები, ანუ შეუქცევა და თუ არესტება. და მიუხედავად ჩვენი არაერთი მიმართვისა პენიტენციური სისტემისადმი, რომ უზრუნველყოს ელემენტარულად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება, მეტი არაფერზე არ არის საუბარი, უცხოეთში გარდვიშვით, სამკურნალოდ და ასე შემდეგ ეს მოთხოვნები არ არის ის რაც მათ ევალებათ, რომ უზრუნველყონ მისი თვალის იმ ზომაზე მაინც შენარჩუნება, რომ ადამიანი სრულად არ დაბრმავდეს, იმიტომ რომ ერთი თვალით ვერ ხედავს და ეს არის 10% ზაფხულის მონაცემით, რაც არის, ეს ვერ გაუმჯობესდება, ერთადერთი შანსია შენარჩუნდეს. ამიტომ არაფერს არ აკეთებს სასჯელ აღსრულება ამ თვალსაზრისით და ჩვენ ხელახლა მივმართეთ ახლა მინის წერილით, რომ მას მისი ამ დიაგნოზის რათვალისწინებით ეკუთვნის შესაბამისი შშმ პირის სტატუსი. კეთილი ინებონ ეს პროცედურა მაინც დაიწყონ, იმიტომ რომ ზია ამას თავისით ვერ შეძლებს, თავისთავად ცხადია, მოთავსებულია სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში, ეს მაინც უზრუნველყონ, რომ მას მიენიჭოს შშმ პირის შესაბამისი სტატუსი, რომ ის უფლებები მაინც ჰქონდეს, რაც იმ სტატუსის მატარებელ პირს. რა უფლებები ექნება და რაში დაეხმარება ეს მზიას რითი გააუმჯობესებს მის საპატიმროში ყოფნა? არა, საპატიმროში ყოფნის ეს სასჯელთან ამას ამ წუთას კავშირი არ აქვს, მოხდის პირობებთან კავშირი არ აქვს, მაგრამ მისი სტატუსი განსაზღვრულია, რასაკვირველია და მას ჭირდება მე ამის შესაბამისი მოვლა, რაც ეკუთვნის აი ამ სტატუსის მქონე პირს, ამის შესაბამისი სამედიცინო უზრუნველყოფა და ასე შემდეგ. როდის მიმართეთ? მისი უფლებები დაცული უნდა იყოს. დაველოდოთ, როდის დაკარგავს მეორე თვალში, აი ამ ერთადერთ თვალში, რომ 10%-მდე სასჯელ აღსრულების პირობებში დაუვარდა, თორე მზია, როდესაც მოათავსეს სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში, მისი თვალის მხედველობას შანსი ჰქონდა 90%-მდე დაენახა. წარმოგიდგენიათ? და ეხლა 10%-მდე შეუძლია დაინახოს და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? ვინ? სასამართლომ დაურთო ეს დოკუმენტაცია. სასამართლომ დაურთო ეს დოკუმენტი. როდის მიმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს? ეს შშმ პირთან დაკავშირებით გუშინ მიმართეთ, ეს გუშინ დავიწყეთ ეს პროცედურა. წინა პროცესზე მოვიტანეს სხვა არაერთი დოკუმენტი პენიტენციურ სისტემას, როდესაც ვთხოვ, რომ კეთილი ინებე და გამეცი პასუხი რასაპირებთ მის თვალთან დაკავშირებით, როგორ უნდა დაუსტაბილო ეს მხედველობა. ალბათ ერთი 4 წერილი მაქვს თუ 5, არც ერთი პასუხი რო არ მივიღე არც ერთ მათგანთან დაკავშირებით, შემდეგ მივმართე მინისტრს იმ მოთხოვნით, რომ დაიწყონ ეს პროცედურა, სტატუსი მაინც განუსაზღვრონ, რომ იქნებ სტატუსიდან გამომდინარე იზრუნონ მერე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.